ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო ვახტანგ რობაქიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. როგორც მან მეგატივთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, ავტომობილით მათ მომდევნო დღეს თბილისიდან პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა უნდა ჩამოეტანათ. რობაქიძე ფაქტს ზესტაფონში წინასაარჩევნოდ შექმნილ მძიმე პოლიტიკურ გარემოს უკავშირებს. მისი განმარტებით, კამპანიის წარმოება სახელისუფლო კანდიდატის შტაბის მხრიდან დაშინებისა და შანტაჟის მეშვეობით ხდება. იგი ხელს ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატს შალვა კიგნაველიძეს ადებს. ჩემ გარემოც ხდება დაბარება სანაცესავებთან, ახლობლებთან, ჩემთან ზოგს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან, ზოგს დაჭერით, ზოგს სოციალური დახმარების მოხსნით, სამსახურის უფროსებს, ხალხდაწესებულების უფროსებს ავალდებულებენ სიები მოუტანონ და თუ კი მე დაინახავენ მაგალითად ჩემ გვერდით ან სხვა რომელიმე კანდიდატის გვერდით აუცილებლად ხდება იმ ადამიანის დაბარება და ანუ შემდეგ დამუშავება ესე რომ თქვა მაჟორიტარი დეპუტატი აგეთე საფონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიგნაველიძე უარყოფითად აფასებს წინასაარჩევნო გარემოს პოლიტიკური პარტიის თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატი გოგი წულაია. მისი განმარტებით მეთოდები, რომლებსაც ქართული ოცნება იყენებს, ახალი არაა. ძალისხუდი არ გასწორდება, როგორც ეგენი არ გამოსწორდებიან. სხვა არჩევნები ამგენმა არ იციან და იგივე მეთოდებს მიმართავენ, რა მეთოდებსაც იცნობენ, რითაც იგებდნენ და всё. საერთოდ როგორ აპირებს თქვა არჩევნების მოგებას და ეს უკვე ხა ადამიანებს აქვს კისერში ამოსული ახლა ორპლუსიანი არჩევნები ბიძინა და მიშა, ვითომ ამ ქვეყანას სხვა არავინ არ უშვია. ეს მაძლევს იმის განცდას, რომ შეიძლება ამ ხრების დახლეჭვა და რაღაცის მიღწევა მეორე ტურისთვის. ნახოთ, მე აღარ იმედი მაქვს, საერთოდ ხელების დაშვება არ შეიძლება. কি როიქნება მეორე ტური? დაზია საუბარი, მეორე ტური ეს გარანტირება. ოპონენტებთან ერთად წინასაარჩევნო გარემოს უარყოფითად აფასებს ზესტაფონის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ბაქარი ხიჯაკაძის შტაბის წევრი გიგა გურული. მისი თქმით, ამ ორჩევლის დაშინებას მასშტაბური ხასიათი აქვს. ძალიან ბევრი მოდის ჩვენთან და გვეუბნება, რომ ნახულობენ სხვადასხვა ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, საერთაშორისოებიდან რომ არჩევნებზე არ წავიდნენ და მოკლედ ძალიან ბევრი ზეწოლა არის დაშინების თუ ადმინისტრაციული რესურსით დაშინების თუ ასე ვთქვათ ქუჩის მხრიდან სხვადასხვა ქუჩის ავტორიტეტების მიისვლა ზეწოლა რომ გაჩერდნენ და მონაწილეობა არ მიიღონ საერთოდ ამ კამპანიაში ჩვენთან დასახმარებლად. აგრესიას გამოხატავენ, რაც მეტ და ზეწოლის ფაქტი იქნება, მით უფრო მალე და მით უფრო გარანტირებულად პირველივე ტურში დავასრულებს მათ საარჩევნო კამპანიას და ნამდვილად არავის იმედი არ ხონდეს, რომ მეორე ტურში გადავა ეს. ვფიქრობ, პირველივე ტურში დასრულდება აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით ოპოზიციონერი ბაქარ ხიჯაკაძის გამარჯვებით. ოპოზიციური პარტიებიდან წამოსულ ბრალდებებს უარყოფს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიგნაველიძე. იგი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვახტანგ რობაქიძის ბრალდებებს გამოეხმაურა და მას სიცურვე უწოდა. კიგნაველიძის განმარტებით, მართალია ის ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მაგრამ არა ისე როგორც ამას მისი ოპონენტები ხატავენ. ეს არის უილი, აბსურდი, სისრუე. ხდება მინძური წესებით საარჩევნო კამპანიის წარმოება და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ამ გზას ირჩევენ. დიახ, რა თქმა უნდა, ვარ საარჩევნო პროცესში ჩართული. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ხმარ მშვიდ რეჟიმში. ყველას აქვს იმის შესაძლებლობა შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს თავის საარჩევნო კამპანია და წარმართოს ეს პროცესი. ზესტაფონში არჩევნები 19 მაისსაა დაგვირგვინილი. ქართული ოცნებიდან მერობისათვის მუნიციპალიტეტში გოგი გოგლიჩიძე, თავისუფალი საქართველოდან გოგი წულაია, გაერთიანებული ოპოზიციიდან ბაქარი ხიჯაკაძე, პატრიოტთა ალიანსიდან ანზორ ნებიერიძე და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე იბრძოლებენ. ზესტაფონის გარდა ახალი მერის არჩევა იმერთიდან ჭიათურელ ამომრჩევალს მოუწევს. თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეგა ტივისათვის.